სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება ვრცელდება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტზე ვოლოდიმირ ზელენსკიზე გააკეთა განცხადება და მაგალითად რესპუბლიკელი სენატორი სიუზან კოლინსი აცხადებს იმას, რომ ის არ ეთანხმება იმას, რომ პრეზიდენტი ზელენსკი რაიმე სახით არის დამნაშავე და უკრაინაში ომს კი უწოდებს რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში. მან ასევე ზელენსკის მიმართ აღფრთოვანება გამოხატა და განაცხადა, რომ ის გაბედულად ხელმძღვანელობდა თავის ქვეყანას ყველაზე რთულ პერიოდში. მის თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ამ ომის წამქეზებელი იყო ვლადიმირ პუტინი, რომელმაც არაპროვოცირებული თავდასხმა წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ. სენატორი ჯონ კურტისი აკეთებს ასევე განცხადებას. ის ამბობს, რომ ომი უნდა დასრულდეს ისეთი პირობებით, რომელიც მოიტანს და უზრუნველყოფს სტაბილურ მშვიდობას და ასევე ეს ნიშნავს იმას, რომ პუტინს გამარჯვება არ უნდა დარჩეს. მისი თქმით, უკრაინა არის სუვერენული ქვეყანა, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან. ასევე ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი წერს, რომ როდესაც საქმე ეხება რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში, ამაში პირველ რიგში ის პასუხისმგებლობას ვლადიმირ პუტინს აკისრებს, თუმცა ამავდროულად საუბრობს იმაზეც, რომ თუ დამნაშავეებს ამერიკაში ეძებენ, მაშინ ამერიკელი პოლიტიკოსებიდან მას მიაჩნია დამნაშავედ ბაიდენი და ობამა და ის აცხადებს, რომ ისინი არაკომპეტენტურად გაუძღვნენ ამ პროცესებს და ამავდროულად იმედს ამყარებს დონალდ ტრამპზე და ის აცხადებს, რომ უკრაინის საუკეთესო იმედი არის სწორედ დონალდ ტრამპი და ასევე არაერთმა მედიამ გაავრცელა განცხადება მარკო რუბიოსი, რომელიც აცხადებდა იმას, რომ ის არასოდეს შეხვედრია ვლადიმირ პუტინს, თუმცა იცის მასზე სათანადოდ მეტი, რომ თქვას, რომ ის არის ნამდვილი განგსტერი. ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა დღეს გააკეთა განცხადება, მათ ეს განცხადება გამოაქვეყნეს ოფიციალურ გვერდზე, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი შედგა მათ შორის და უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ეს არის ციტირება იმისა, თუ რაც წერია ამ განცხადებაში, როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში წერია, ისინი უწოდებენ ვოლოდიმირ ზელენსკის დემოკრატიულად არჩეულ ლიდერს და ამავდროულად ამ განცხადებაში საუბარი არის იმაზეც, რომ სავსებით გონივრული არის ომის დროს არჩევნების შეჩერება, როგორც ეს დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა მეორე მსოფლიო ომის დროს და ასევე დღეს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოცემა შპიგელთან ინტერვიუში საუბრა დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არასწორი და საშიშია ვოლოდიმირ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმურობის უარყოფა. მისი თქმით, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის სახელმწიფოს არჩეული მეთაურია. ის, რომ მორიგი არჩევნები შეუძლებელია ჩატარდეს ომის შუაგულში, შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას და საარჩევნო კოდექსს და ამავდროულად ის აცხადებს იმასაც, რომ არავინ უნდა ამტკიცოს ამის საწინააღმდეგო. დღეს ასევე ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ გააკეთა პლატფორმა X-ზე განცხადება. ის ამბობს, რომ უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ახლა საჭირო არის, რომ ევროპა დროულად იმოქმედოს. მისი თქმით, აღარ არის საუბრის დრო და ადგილი, ახლა არის მხოლოდ და მხოლოდ მოქმედების დრო და ის ასევე აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების რეალური გარანტიები ნატოს წევრობა მაგიდაზე უნდა დარჩეს კვლავ და ასევე რუსეთმა უნდა აგოს პასუხი ომის დანაშაულებებზე და სანქციები უნდა დარჩეს იქამდე, ვიდრე ეს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არ შეჩერდება.